დედაქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებები გრძელდება ხალხმრავლობა საზეიმოდ მორთულ რესპუბლიკის მოედანზე, სადაც დეკემბრის მეორე ნახევრიდან საახალწლო სოფელია მოწყობილი, აქტივობები კი ყველა თაობის ადამიანზეა გათვლილი. თოვლის ბაბუა და სხვადასხვა ანიმაციური ფილმის პერსონაჟები პატარებს ყოველდღიურობდებიან, ადგილზე ასევე მოწყობილია ყინულის მოედანი და ატრაქციონების პარკი, იმართება კონცერტებიც. დღეს სტუმრების განწყობაზე ქართული ესტრადის შემსრულებლებმა აიზრუნეს, რომლებმაც მსმენელისთვის კარგად ცნობილი კომპოზიციები შეასრულეს. სადღესასწაულო სოფელი სტუმრებს ყოველდღე 14 იანვრის ჩათვლით ელოდება. პირველი რესპუბლიკის მოედანზე ნამდვილად იგრძნობა საახალწლო განწყობა და ეს განწყობა შენარჩუნებული იქნება 14 იანვრის ჩათვლით. ყველას ველოდებით დღის 12 საათიდან გვიან ღამის 12 საათამდე ყოველდღიურად 14 იანვრის ჩათვლით. რა თქმა უნდა, ყველა აქ მოსულ ადამიანს დახვდება სანტა ელფებთან ერთად საციგურაო ყინულის მოედანი, კულინარიული მასტერკლასები, ღია კინოთეატრი, დღის და საღამოს კონცერტები და ყოველდღიურად 20 საათზე 14 იანვრის ჩათვლით გაიმართება სხვადასხვა ჟანრის არაჩვეულებრივი ქართველი შემსრულებლების კონცერტები და დღის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის თეატრალიზებული პერფორმანსები. პირველ რიგში ვლოცავ მთელ საქართველოს ახალ წელს. თითოეულ ადამიანს, ყველა ოჯახს მინდა რომ ბედნიერები იყოთ გულით და სულით. რაც შეეხება დღევანდელ კონცერტს, ფანტასტიკურად ჩაიარა როგორც ყოველ წელს. წელსაც გამოდიოდნენ ქართული ესტრადის დიდი, საშუალო და პატარა ვარსკვლავები. ყველაფერი ძალიან კარგი იყო. ძალიან დიდი მადლობა თქვენს გილოცავ.